დორას არ უყვარს მანქანაში ჩაჯდომა, სავარაუდოდ ეშინია, გავაკეთოთ ადაპტაცია. ესე იგი, შევდივარ მე, რომ იმიტაცია აიღოს ჩემგან. ასე ვთქვათ, მომბაძოს. ხო, რა თქმა უნდა, სასუსტმოები აუცილებელია, იმიტომ რომ მაქსიმალურად დადებითი ემოციების ფონზე უნდა მოვახდინოთ ეს. არავითარ შემთხვევაში ამ დროს არ დაუთმო. ან რო გეკაჩება უკან. შენ თუ ერთხელ მაინც აჩვენე ის, რომ აი შეიძლება ეს აკეთო, ჩათვალე რომ მე რასო ესე იზავს. ეხლა ცოტას შევძვრები მე. ესე იგი, აქ ნახე მთავარ როლს ამაშობს ის, რომ მე შევედი. და ამ მომენტში შეგვიძლია ძალიან ბევრი ვაჯილდოოთ რა. ის კი არა, რომ აი მე 2-10 ამოდგა და დავაი ავიყვანოთ არა. აბა ცოტას შევიწევი ეხლა შეგნით და იქ შევეცდები, რომ უფრო მეტად შემოვიყვანო რამენაირად. დაბლა უფრო მეტი შანსია, რომ ჩამოყვეს. ამდენს ფიქრობს. აბა დაუგდოთ დაბლა. აი, მიდი, აი. ყოჩა. კაი ჩუგა. და ნახე, აი ხო ამოვიდა. ეხლა დიდ ემოციებს არაფერს არ დავდგავ. ჩავიდეთ. ეხლა გამომართვის ნექი და სნექი ჩაიყვანე დაბლა. ეხლა ისევ იგივე შევეცდები. დორა, გემრიელი სასუსნავი რო გიყვარს, მოდი. ყოჩა. მოდი. ყოჩა. ეხლა ერთი ვერსია. შენ ის იქითა კარი გააღე. აიღე ორი ცალი სნექი და იქიდან დახვდი. ახლა მე დორას აფაღელვებ და შევეცდები ინერციით ავიყვანო. დორა. წამო, ემოციურად დაუძახე. ყოჩა.